ესე იგი რო იყო ერთპოლუსიანი მსოფლიო კლინტონის დროს და იყო დემოკრატიაზე ლაპარაკი, ეხლა მძლავრი პოლუსი გადავიდა შორეულ აღმოსავლეთში და ეხლა რა დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ ჩინეთში, კარგად რა ერთპარტიული მმართველობა, ღიად ოფიციალურად, ჩვენთანაც ერთპარტიული, მაგრამ პატარ-პატარა პარტიები მიყვარს ეს ყოველ შემთხვევაში. საპირეზე უსმენდი ამა ჩინეთის ინსტიტუტის დირექტორი და NGO-ში გამოდიოდა თავიდანვე ჩინეთს მოუწყობს და დემოკრატიის პრობლემა გვექნება. გასაკვირველი ვის ჭირდება ჩინეთში დემოკრატია? ლიბერალიზაცია მიდის თურმე არ ნახულდა და 10 წლის წინამდე ჩინეთის შედარებასთან. ჩინეთი გავიდა, ჩინეთმა წელს გერმანიას გადაუსწრო ერთსულ მოსახლეზე და დაახლოებით 10 წელი არც ჯეფიქრობდნენ 2025 წელს. ეხლა ლაპარაკობენ 2015-სა და 20 შორისო ჩინეთი ამერიკას დაეწევა. კი, მაგრამ იქ ესე იქ ეს ფანტასტური ზრდა ეკონომიკის ეხლა რასაკვირველია ფინანსური კრიზისის გამო იქ შეჩერდა რაღაც მომენტში, იმიტომ რომ თუ გახსოვთ 2 თვის წინ აღმოჩნდა რომ სოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი დოლარების ჰქონდა ჩინეთს. რაღაც 100 ტრილიონები და რუსეთის ამერიკაში დაიწყო ფინანსური კრიზისი, ჩინეთი უნდა დახმარებოდა. აი იქამდე მივიდა საქმე რომ ამერიკას ჩინეთი ეხმარებოდა. ჩინეთს ამერიკული კაპიტალი ამ ბაზარზე. ყველა მარტო ამერიკული კი არა. ჩინეთში რა მოდის ეს ყველაფერი ფაქტიურად ესე იგი დაწყებული ყველაზე პრესტიჟული ტევი აღარ გავაგზავნა ჩინეთზე როგორც ინგლისელებმა გაიტანეს საფეიქრო ხარხები ინდოეთში და იქიდან მოქონა ისი ამერიკამ გაიტანა მთელი მარტო ამერიკამ კი არა ევროპამ ყველა დიდი ბრენდები რაც არის ყველა ახლა ჩინეთიდან მოდის კი არა იქამდე რომ იაპონური ყველაზე საუკეთესო იაპონური მანქანების ბევრი ნაწილი ჩინეთში კეთდება ჩინეთის მანქანები არა მხოლოდ ხარ ეხლა მოვიდე თქვენია შეგეთქვა თქვენ პოლიტოლოგი ხართო თუ მხარდამჭერი ოპოზიციისაო აი მე არ ვიცი მე მგონი ეს მაყურებელი თავად განწყობას ვეღარ ხდება საზოგადოებისას აი ანალოგიური სიტუაცია როგორც ბუშის დროს აბსოლუტურად ყველა უკვე დემოკრატიით აზროვნებდა ის ფაზაა ჩვენთან სადღაც წავიკითხე რომ მედიაში მედიაში აბსოლუტურად ოპოზიციური ხედვა არის საზოგადოებაში უკვე ოპოზიციური ხედვა და მე მიყვის აი ამ შეკითხვის დასმენა მე ბუნებრივია არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ყოფილა არასოდეს არც ოპოზიციურ არც სახელმწიფოებრივ და საერთოდ არავითარ პარტიაში გულახდილობებსაც ალერგია საკმაოდ კარგი ერთგულება და პარტიული რა მე ობიექტური ბერო რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში შევიდა ობიექტური ვეღარ ვიცნები აი პირობას გასწევთ ახლა ვინც ეს გამომცალო გააკეთოს კარგი რამე სააკაშვილმა და პირველი მე დაუჭერ მხარს გულახდეთ გეუბნებით მე სულ არ მაინტერესებს ეს ხელისუფლება გააკეთებს თუ ოპოზიცია მე მინდა რომ ქვეყნისთვის იყოს კარგი ეს არის ელემენტარული რა კარგი თემა შეეხეთ არ ვიცი მე ახლა ეს იდეა გააკეთოს კარგი და ხალხს გააკეთეს რაც შეძლებს გააკეთოს არა აჭირდა ხარ შეძლებს დაგვიანებულია მაგისმა მატარებელმა ჩაიარო მატარებელმა და ხა თუ უნდა რა ბუდიში ამ ტერმინისთვის ზაბი ხუდი მისცეს მატარებელს ვერ მისცემს მატარებლები არ მოძრაობენ თქვენ ესე გითხრით თქვენ ფაეტონში 300 ჩარეცხილს დაწულა ის რა ეს 300 ჩარეცხილი არ ქმნიდან ამის არ ქმნიან კი ზოგიერთი არის შესანიშნავი თქვა თეატრალი კი ბატონო ძალიან შეიძლება არ ვიცი ვინ იყვნენ გულახდიათი არ მინახე მაგრამ მithქვეს ერთი ორი შეიძლება კინორეჟისორი იყო შეიძლება ძალიან მიყვარდეს მათი ფილმები ვენესუელა კინორეჟისორი კაი ფილმს დააკეთებს თეატრის რეჟისორი შესანიშნავ სპექტაკლს დაადგავს და შეიძლება რომელიმე პოეტმა ცხინვალი ლექსები დაწეროს მაგრამ ჩვენ ახლა ქვეყანაზე ვლაპარაკობთ ისინი ქვეყნისთვის კაი საქმეს აკეთებენ მაგრამ დაუჭერენ თუ არა სააკაშვილს ხარს ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მაგების იმიტომ რომ დიდი ხანია ინტელიგენციის ეს ნაწილი არავითარ შემთხვევაში ჩარეცხილი არ არის ისინი კაი საქმეს აკეთებენ და ყოველთვის კარგად აკეთებდნენ მაგრამ მათთვის პოლიტიკური აქტივობა არასოდეს არ ყოფილა და ვერც აქტიურები აი დემოკრატიულ ქვეყანაში პირველ ყოვლისა ევროპაში და თქვენ წარმოვიდგინეთ ამერიკაშიც ნამდვილი ინტელიგენციის უმეტესი ნაწილი არის ოპოზიციაში ეს ნორმა არის იმიტომ რომ ინტელიგენცია ყველაზე კარგად შეუძლია გაანალიზოს რეალობას იმიტომ რომ იმას გაცილებით მეტი დროც აქვს და განათლებაც
და ჩვენთან ეს ასე არ არის. და ეს ესე იგი ამიტომ იმიტომ რომ მოდის ეს საბჭოთა ტრადიცია, როდესაც ინტელიგენცია უნდა ჩამოცილებული ყოფილიყო პოლიტიკას და სამწუხაროდ ეს გრძელდება ეს ინერცია, მაგრამ ამისათვის მოდი გავაკეთებთ ჩვენს ინტელიგენციას, იმიტომ რომ ჩვენ თუ ცნობილი ვიყავით სოფლიოში, სწორედ შესანიშნავი ინტელიგენცია, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა კარგად და სააკაშვილის მაგალითად ვერ დაეხმარებოდა. თავი პასუხია, მოდის მაყურებელი შემოვიდა, გისმენთ, დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ. შეიძლება პასუხი გისმენთ ბატონო. დიახ. იცით ახლა როუსმენ ამ ანალიზს რომელიც ბატონის დამარცხი აკეთებს. ცოტა ისეთი შტაბის-ძლება მრჩება, რომ რაღაცა პოლიტიკ პარალელი იმ პოლიტოლოგებთან, რომელსაც რუსული ორიენტაცია. თვითონ რუსეთის პოლიტოლოგებიც. ასეთივე მიდგომა ამერიკული პოლიტიკისადმი ის დამთხევა არის საინტერესო. ერთი წამით რა, არ გიფიქრიათ რომ დასავლეთში ესე ფიქრობენ რუსზე? საერთოდ კარგად მე იმას შედით ინტერნეტში. ყველა ესე ფიქრობს. და რა მოხდა თუ ეს დაემთხვა რუსეთის ხედვას? რა არის ესე, იცით? თემი დასავლეთ თვითონ ამერიკაში ესე ფიქრობენ. ისეთ რა შესაძლოა შეიძლება კი ფიქრობენ. მაგრამ ერთი რამეა გამოდის რომ სფერადი რევოლუციები თითქოს ეს იყო ხელოვნურად შექმნილი. მას არავითარი ობიექტური საფუძველი არ ჰქონდა. აი ხო რომ გამარბიზიათ კაცო ახლა ის ხელება ინფორმირებული არა ხარ. წაიკითხეთ კაც მასალები არის ფილმებია. იგივე ფრანგების ფილმი რევოლუციებზე ფერადოვანზე ძალიან საინტერესო ფილმია. დისკები არის ის შოება. ესე იგი უნდა დარჩენილიყო ის პოლიტიკური მდგომარეობა, რაც იყო საქართველოში შევარდნაძის დროს, რაც იყო უკრაინაში კუჩმას დროს, ეს იყო პრაქტიკულად რუსეთზე მიბმა. და ეხლა ვიზე ვართ მიბმული? თელეეკონომიკა ვიზეა მიბმული. ძალიან საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა. ეკონომიკა უკაცრავად არ დაგიდოს ხოლმე გულწრფელად ხო გადასცეს ინტერნეტში ობამას სიტყვები რასაც პატრიამაზე დღეს ახბობს და ობამა პრეზიდენტური არის გულწრფელად გეუბნებით აი მართა გეუბნებით რა სისულელეების ამერიკამ დაუშვა ერაყში ობამა ამბობს თვითონ აი 55 წუთში გახდება ეს ადამიანი მისი სიტყვებია აკეთ ხილარი გეტოს თუ უსმენთ აი მასე დებატები რო იყო დამეწონეთ ბატონ რამაზეზე უფრო რადიკალური ხედვა ქონდა ამერიკის პოლიტიკაზე. ახლა ენა აკრიტიკებდა ამერიკის აქციებს და რა მოხდა თუ რუსების აკრიტიკებდა რაღაცაში დაერქვა. იცით რა, დამთხევა ასეთი თითქოს რა ეჭვებია, ვიხარით. აი რა ეჭვებია. არა. ეჭვი იმიტომ კი არ არის რომ ესე იგი მე პირდაპირ ხედი დავადო და ვიფიქრო. არც მინდა მაგის ფიქრი რომ თქვა ბატონ რამაზი რუსების რუხებს ახმოვანებს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხო ამერიკელებს ახმოვანებს. იქნებ ჭუიან ხალხს ახმოვანებს ჩვენ ბატონო. ჭუიანი ხალხი ასე ფიქრობს და ეხლა მეროდა გასაგებია რომ ამერიკაში შეიძლება აკრიტიკებდნენ თავიანთ მთავრობას, იმათ სხვა მიზნები აქვს, დიდი მიზნები აქვს უფრო ვიდრე ჩვენ. მაგრამ ჩვენ ხო უნდა ჩვენი მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ რა იყო ჩვენთვის აი ამ ყველაფერში ის რაც მოხდა იგივე რევოლუცია იყო რა იყო ჩვენთვის აქ დადებითი და იყო ვარყოფითი თუ ეს გავაკრიტიკებთ ისე რომ ეს ყველაფერი დამღუპველი იყო ჩვენთვის მაშინ ერთი გზა გადაგჩენი ახლა რა ობამა მოვა და ამას ყველაფერს გამოასწორებს უცებ ვიცი როგორ გამოასწორებს ახლა დავიდა გამოვიდა პოლიტიკა ძალაზეა ყველაფერი დამოკიდებული გამოვიდა რომ ძალა მაჯობა ერთმა ძალამ. გონებაზეა დამოკიდებული ძალაზე არა. გონებაზე კი ბატონო ჩვენ გვინდა რომ ასე იყოს მაგრამ ნამდვილად რუსეთმა ძალით გაიტანა თავისი. ეხლა რა ობამა ამას შემოატრიალებს ვეღარ შემოატრიალებს. ვისი ბრალია რომ რუსებმა ჩვენი ტერიტორიები მიიტაცეს. აი დაუსვით თქვენ თავს კითხვა ვისი ბრალია. მასე თუ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ. პირველ ყოვლისა, როდესაც რამე ხდება, მე მინდა ხოლმე ჯერ ჩემ თავს შევეკითხო, ვარ თუ არა დამნაშავე ამაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც კი მოდის 80-იანი წლებიდან, ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ. მაგრამ ეხლა ისეთ პოზიციაზე დადგმა, როდესაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, იცით, გისმენენ ხო საქართველოში.
გისმენენ და ფიქრობენ, აი როგორც მე ვიფიქრე, რომ გინარა ჩვენ ვიღუპებთ, არავით არის გამოსავალი არ არის. რატო არ არის გამოსავალი? ასე გამოდის, კაცო, ესე იგი ილაპარაკოთ მხოლოდ ის რაც არის, მხოლოდ ცუდი, არავით არის კარგი, არ მომხდარა, ყველაფერი მიდის მხოლოდ უკან, ეს რევოლუცია იყო დამღუპელი, ყველაფერი იყო დამღუპელი, ჩვენა ვარ დამნაშავენი, კი ბატონო, მაგრამ გამოსავალი მოსახლეობას ხომ შეიძლება იმის მითითებაც, კი ბატონო, რა იყო, დადებითი იყო რა მე, სულ არაფერი არ მომხდარა, კარგი? იყო დადებითი, პირველი წელიწადი იყო დადებითი. რატო იყო პირველი ხარი, ხო? არა, ნაწილობრივ იყო შესწავლილი. სრული პესიმიზმი, რომ სრული პესიმიზმი. საიდანაც გამოსავალს, ესე ვერაფერს ადამიანი ვერ გამოვიტანს, მხოლოდ დაღუპვისაკენ. ამიტომ დაუშვით კითხვა. ვიღუპებითო, თქვენ თვითონ დაუშვით კითხვა ვიღუპებით. ვიღუპებითო, ხურმილი, ძალიან გთხოვთ, ერთ თავარ შეკითხვაზე მინდა რომ თქვენგან პასუხი მოვისმინო. თქვენ თვლით, რომ აი ძალაუფლების აბსოლუტური კონცენტრაცია ერთი კაცის ხელში კარგი